მთავარი აჭარაში გადაცემა, რომელშიც ყოველ სამშაბათს განსხვავებული აქცენტებით გესაუბრებით ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მხოლოდ მთავარ ამბებზე. საღამო მშვიდობისა, მე ვარ ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა და დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ. ოპოზიციურ ერთობაზე საუბარი აქტუალობას არ კარგავს. მუშაობს თუ არა დრო ოპოზიციის სასარგებლოდ. არჩევნების მისი არაღიარების საპარლამენტო მანდატებზე უარისტმა გაუქმებისა და საზოგადოების უწყვეტი პროტესტის ფონზე აქტუალობას არ კარგავს ახალი ძალის გამოჩენის სურვილი. მორიგი ჩიხი თუ მორიგი გეგმა სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. რიგგარეშე საპარლამენტო თუ თვითმმართველობის არჩევნები. ქართული ოცნება რადიკალურ ოპოზიციად წოდებული ძალის გარეშე საპარლამენტო ცხოვრებას ეწევა. მოუწევს თუ არა იგივე რეჟიმში ყოფნა მმართველ ძალას ადგილობრივ თვითმმართველობებში. რას აპირებს ოცნება და რა გეგმები აქვს ოპოზიციას? რატომ ეძებს მოკავშირეს ოპოზიცია ქვეყნის გარეთ და რატომ ვერ ხერხდება აქტივისტებისა და არსებული ოპოზიციური სპექტრის თანამშრომლობა? რაში ხედავენ გამოსავალს ანალიტიკოსები? ოპოზიციის როლი და საზოგადოების უწყვეტი პროტესტის შედეგი გადაცემის დასკვნით ნაწილში. ხოლო მთავარი და მნიშვნელოვანი გადაცემაში მთავარი აჭარაში. პროტესტის 104 დღე საქართველოში და უცვლელი მოთხოვნები, რომელიც საზოგადოების ერთ ნაწილს გააჩნია. დღეს საღამოს აქციის მონაწილეები ტრადიციულად ისევ შეიკრიბნენ თბილისსა და ბათუმში. აქციის ორგანიზატორები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ქუჩის პროტესტის პარალელურად სამი თვე ნახევრიანი უპრეცედენტო პროტესტის შემდეგ ისევ მსჯელობენ ეფექტურ ინიციატივებზე, ფორმებსა და ზეწოლის მექანიზმებზე, რაც აიძულებს ხელისუფლებას უკან წაიღოს მისი რეპრესიული გადაწყვეტილებები და ქმედებები. ფაქტია, რომ პროტესტთან დაკავშირებით ჩართულობა არ არის ისეთი აქტიური, როგორც ეს წინა პერიოდში იყო, თუმცა ისიც ფაქტია, რომ პროტესტის განცდა და კრიტიკული განწყობები საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან არსად წასულა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქციების პარალელურად ხშირად გვესმის უკმაყოფილო ტონი და კრიტიკული დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, რომლებმაც ამ ხნის განმავლობაში ვერაფერი კონკრეტული ვერ შესთავაზეს საზოგადოებას და ვერც ხელისუფლებას გაუწიეს სათანადო ოპონირება, რათა შეეჩერებინათ ოცნების რეპრესიული მანქანა. ამაზე საუბარი უკვე თავად ოპოზიციაში დაიწყეს, მაგალითად ზურაგირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ დროის გასვლასთან ერთად საპროტესტო მუხტის და ბრძოლის რესურსის შემცირება გარდაუვალი იქნება და იქვე კოლეგებს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის საკუთარ ხედვას სთავაზობს. საქართველოსთვის ყველანაირი საერთაშორისო დახმარების და სესხის გამოყოფის შეჩერება, ეკონომიკური სანქციების დაწესება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის და უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ხელისუფლების მხარდამჭერი ბიზნესის ბოიკოტირება, პოლიტიკოსების, მოსამართლეებისა და სამართალდამცავების და მმართველი გუნდის მხარდამჭერი ბიზნესმენების ბაზის შექმნა და მათი საჯარო დისკრედიტაცია. ასეთია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გზავნილების მოკლე მონახაზი. პოლიტიკოსი თვლის, რომ ერთიანობასა და მეეთ კოორდინაციაშია გამოსავალი, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი ხედვა დანარჩენი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის არ არის მისაღები. ოპოზიცია მორიგი ერთობისთვის ისევ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ემზადება, რომელთანაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პერიოდულად იკრიბებიან. პოლიტიკურმა პარტიებმა მიუხედავად დაპირებისა, რომ ამ უმრჩევლის ხმებს დაიცავდნენ მას შემდეგ, რაც თქვეს, რომ ხელისუფლებამ მათი ხმები მოიპარა, ვერ მოახერხეს მხარდამჭერთა საპროტესტო გამოსვლების ორგანიზება მასშტაბურად. ყველანი ვხედავთ, რომ ნოემბრის ბოლოდან დაწყებული ყოველდღიური საპროტესტო მოძრაობა სუფთა სამოქალაქო წინააღმდეგობად უფრო ჩამოყალიბდა, რადგან მოქალაქეებმა საკუთარ თავზე აიღეს აქციების დაგეგმვა გამართვა. პოლიტიკური პარტიებისგან დამოუკიდებელი საპროტესტო აქციები საქართველოს სიახლე აღარ არის ბოლო პერიოდში, მაგრამ სიახლე არც ის არის, რომ პოლიტიკური ცვლილებები პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების გარეშე წარმოუდგენელია. რა გეგმა აქვს მზარდი და სასტიკის საპოლიციო ქმედებების საპასუხოდ ოპოზიციას? ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებ დღევანდელ გადაცემაში. გენოთებიძე, კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის, პოლიცსაბჭოს წევრი, აკაკი გვიანიძე, პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი, მიხეილ ბოლქვაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. კი ბატონო, ბატონგენო, თქვენგან დავიწყებ გავაგრძელებ მონოლოგის იმ ნაწილს,
როცა ჩვენ საუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ 104 დღეა უკვე ქუჩაში პროტესტი მიმდინარეობს და ამ პროტესტის სათავეები არის ბათუმიდან, ხო, ბათუმი იყო ის პირველი ქალაქი, რომელმაც შემოდგომაზე ძალიან აქტიური წინააღმდეგობა გაუწია იმას, რაც მიუღებელი იყო საზოგადოების ერთი და არც ისე მცირე ნაწილისთვის ხელისუფლების დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, ხო? მიუხედავად ამ აქციებისა, მიუხედავად ამ პროტესტისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების მგრძნობელობა არაშიდა პოლიტიკის, არა მარტო შიდა პოლიტიკის დონეზე, უფრო სწორედ, არამედ უპრეცედენტო საგარეო ზეწოლის მიუხედავად, არის ფაქტობრივად ნულის ტოლი. გათვალისწინების ნაწილს თუ ავიღებთ. დღეს ალბათ ჩვენ უნდა ყველა დავსხდეთ და ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, თუ ამ პირობებში რა შეუძლია ოპოზიციას თავის მხრივ გააკეთოს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ასევე პროტესტის რეჟიმში არა შეუძლება გააკეთოს და საზოგადოება მთლიანობაში. აი თქვენი პარტიის გადმოსახედიდან ძელვადიან პერსპექტივაში იქნება ეს თუ მოკლევადიან პერსპექტივაში შევხედავთ ამ პროცესებს, რა გესახებათ გამოსავლად ამ სიტუაციაში. მივესალმები, რა თქმა უნდა, აჭარის მაყურებლებს და გილოცავ დაბრუნებას. ყველას გვიხარია თქვენი დაბრუნება. მადლობა ბატონგენ. ხო, რაც შეეხება აი თქვენს კითხვას, მართლაც საინტერესო კითხვა არის და მე უბრალოდ აქ ჩემეულ შესწორებას შევიტანდი იმასთან დაკავშირებით, რომ არ ამგონია რომ არხეინად გრძნობდეს თავს ქართული ოცნება, რადგანაც იმ სახის პროტესტი, რომელიც დღეს აჭარამ და კონკრეტულად ბათუმმა გამოავლინა მთელი საქართველოს მასშტაბით, აბსოლუტურად მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში რეალური, ასე ვთქვათ, პრობლემების წინაშე დადგა თითეული ჩვენთაგანის, ასე ვთქვათ, საომავლო გეგმები და ჩვენი ყოფა. და ის, რაც დღეს ბათუმში ხდება, იმას ძალიან კარგად ხდება ეს ქართული ოცნება, რადგანაც აბსოლუტურად მანამდე თუ პოლიტიკური პარტიები, მე მინდა მაყურებლებს აუხსნა, რომ თუ პოლიტიკური პარტიები ცდილობდა რომ რაღაცა სახის პროტესტი გამოეხატა და თავის აქტივთან ერთად, ასე ვთქვათ, გაეკეთებინა მობილიზება, დღეს ვუყურებთ, რომ დღეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები თვითონ გამოდიან და თვითონ აპროტესტებენ და მიუხედავად ისეთი ცივი ამინდებისა, მიუხედავად ისეთი მძიმე ზამთრისა, თითოეული ბათუმი და იქ მყოფი ადამიანების მძიმე ზამთრისა ადამიანები გამოდიოდნენ და ერთი დღეც არ ჩაუგდიათ და თავის, ასე ვთქვათ, ხმას ყველანაირად ცდილობდა რომ აი ამ ყრუ ხელისუფლებისთვის მიეტანა და რა თქმა უნდა ეს ყრუ ხელისუფლება ვერ და არ ასე ვთქვათ გაითვალისწინებს მიუხედავად იმისა რომ დღეს ვიყავი სასამართლოზე სადაც აქტივისტებს აჯარიმებდნენ 5,000 ლარით, მხოლოდ და მხოლოდ ზებრაზე გადასulis გამო. აი საგიჟეთში არის უკვე რა, მართლაც რომ საგიჟეთი ხდება ჩვენს ირგვლივ და ამას საზოგადოებაც ხედავს და ყველაზე დასანანი ის არის რომ დღეს მოსამართლე სტუდენტებს სჯიდა და ახდევინებდა დააკისრა 5,000 ლარიანი ჯარიმები მხოლოდ და მხოლოდ აი ზუსტად აი ზებრასთან გადასulis და იმ სიყვარულისთვის რასაც თითოეული მათგანი ესენი არ არიან ასე ვთქვათ კრიმინალები ესენი არ არიან რაღაცა სახელმწიფო დამნაშავეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ესენი არიან პატრიოტი ადამიანები რომლებსაც უნდათ უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ და აი ამის გამო სტუდენტს აჯარიმებ რომელსაც აი ინსტიტუტში გადასახდელი თანხის პრობლემა აქვს, აქ ცხოვრების პრობლემა აქვს და ამის მიუხედავად საადულანახოს ამაზე ხო უნდა იფიქროს არა? ხო, როდესაც შენ ხარ მოსამართლე, როდესაც შენ ხარ ხელისუფალი და როდესაც შენ აი ასე მძიმე მათრახით ცდილობ რომ ჩაახშო ეს პროტესტი არ გამოგიკითხა რომ ხელისუფლება მიუხედავად იმისა რომ ამ ასეთი გრძელვადიანი პროტესტის მიუხედავად ხალხმრავალი პროტესტები, რომელიც ჩვენ ვნახეთ დედაქალაქში, მათ შორის ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, არის თითქმის ყველა დიდ ქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ ეს გაითვალისწინოს, ხო, საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილის გულისწყრომა,
ისევ რეპრესიული მექანიზმებით უდგება ხომ მოქალაქეებს. მაშინა გამოსავალი სად უნდა ვიპოვოთ? ჩვენ ამ გამოსავლის ძიებაში ვართ. მოდი ასე დავარქვათ ამ ეთერს დღეს, ხო? კი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგი გაგრძელება უპოვეთ და პირდაპირ ვიტყვი რომ ზუსტად მაგაში არის საქმე რომ იმის ნაცვლად რომ ქართული ოცნებას ერთადერთი რაც დარჩენილი აქვს ის არის რომ ის სადამჟელო ღონისძიებები გაატაროს და აი ამით ჩაახშოს ასე ვთქვათ ის სამართლიანი სიტყვა და სამართლიანი მოთხოვნები რომელიც დღეს არა მარტო პოლიტიკური პარტიებს, არამედ კლიენტ საზოგადოებას გააჩნია დღეს საქართველოში და ყველაზე მთავარი რაც არის, მე მინდა გითხრათ რომ დღეს 10-ით 0 წააგო ქართულმა ოცნებამ საგარეო პოლიტიკაში ქართულ ხალხთან. მე არ ვამბობ რომ პოლიტიკურ პარტიებთან, ქართულ ხალხთან განადგურებული არის. გამიგეთ აი ამის სანაცვლოდ რომ პირიქით რაღაცა ისეთი შემაყალიბებელი ან და თუნდაც რო შეაგებო რაღაცა ისეთი სახის გადაწყვეტილებები რომელიც ხო მართლა გამოიყვანს აი ამ ქვეყანას თუნდაც აი ამ რეალური დისკუსიის გამართვა რეალური იმ პრობლემების გადაჭრაზე ფიქრი რომელიც ხო მრავლად დაუგროვდა აი ამ ქვეყანაში იმის ნაცვლად ჩვენს პარტნიორებთან უფრო აღრმავებს აი ამ კრიზისს და ამასთან ერთად თავის მოქალაქეებთან უფრო მეტ კრიზისში შედის და აი ჩვენ ყავს უბრალოდ მე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ და საზოგადოებას უნდა უთხრათ რომ კომუნისტების მერე ქალი ჟურნალისტი პოლიტპატიმარი ჩვენს ქვეყანას არ ყოლია პოლიტპატიმარი ხო მზია ამაღლობელი და ჩვენ ყავს იქ ზვია ცეცხლაძე ადამიანი რომელიც აი მართლა მე ვიცნობ ამ ახალგაზრდა კაცს და უბრალოდ მართლა რაღაც მე რო გავიცანი მოვიდა და გამიკვირდა იმიტომ რომ მე მართლა ვეკუთვნი იმ თაობას რომელიც ეროვნული ასე ვთქვათ მოძრაობიდან მოდის და ის სამფეროვანი დროშა ახალგაზრდა ბავშვს დაუნახე ხო მართლა აი იმ წუთაზე მივხვდი რომ აი ჩემ წინ იდგა პატრიოტი ახალგაზრდა რა ამათმა ვერ შეამჩნიეთ ეს არა შეამჩნიენ მაგრამ აი ეს სიმართლე მოხდათ მათ ხვირში როგორც მოხდათ ზიამაღლობელისგან და უბრალოდ დავასრულო და ჩვენ დღეს მივიღეთ რა პოლიტპატიმრები აი ვეფხია კასრაძე ჩვენი მეგობარი რომელიც დღეს აი ამათ ციხეს და აი ამათ ფისოსებს გადის მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ აი იდგა და ჩვეულებრივად აპროტესტებდა იმ აი გაუგებრობას რაც დღეს ხდება და დაჯარიმებული მათ შორის არ შეიძლება რომ გამოვტოვოთ ადამიანი რომელიც დროშის სქენების ჩემ თვალწინ დააკავენ სხვათა შორის თემურ ქათამაძე ჩემ თვალწინ ვერ გამოუღლიტე ისე იმაშობდნენ და უბრალოდ მე ამით დავასრულებ თან და ვიტყვი რომ აი ამ პირდაპირ ვამბობ რომ ქართულ ოცნებას მიმართავ რომ აი ცეცხლზე ნავთს ასხამენ იმიტომ რომ აი ასე ქართველი კაცის ღირსებას ვერ ჩააქრობენ ვერანაირი იმ მოგონილი კანონებით რომელიც აი ამ ბოლო მომენტებში მრავლად შემოვიყარენ თქვენთან გადმოვალ შეკითხვით კი საუბრობს ბატონ ინგენო რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და ამას არის იზიარებს ძალიან ბევრი ადამიანი ხო მათ შორის პოლიტოლოგები ანალიტიკოსები ჩვენი საგარეო პოლიტიკის მხარდამჭერები ევროპული პოლიტიკის მხარდამჭერები და პარტნიორები ასევე თვლიან რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი მაგრამ ამას არ აღიარებს ხელისუფლება ის ამბობს რომ არ არის ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მოკლედ რომ ვთქვათ და მისი მთელი ძალისხმევა ახლა მიმართულია იქეთკენ რომ როგორმე დრო გაიყვანოს არ დაუმალავს პრინციპში ბიძინა ივანიშვილმა თქვა რომ ძიმე იქნებოდა ხელისუფლებისთვის 6 თვე ხო ფაქტობრივად მისი მოლოდინები ამ ნაწილში არ ვიცი რამდენად გამართლდა რომ 6 თვის შემდეგ რაღაც გარდატეხა მოხდება და პროტესტი ჩასხრება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები მაინც იმართება, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ისეთი ხალხმრავალი, როგორც იყო დასაწყისში, ხო, ნოემბრიდან მოყოლებული. მაინც იმართება. მაშინ ამ არაღიარების, არ დანახვის ამ პრობლემების და დამოკიდებულებების თავისი ოპონენტების და ზოგადად ყველას მიმართ, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს ქართული ოცნებისგან. ამ ფონზე რამდენად ელოდებით, რომ ამ კრიზისიდან, მოდი დავარქოთ ყველაფერს თავის სახელი, ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი რაიმე ტიპის გამოსავალს ხედავთ. მოგესალმებით.
მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ნამდვილად გილოცავთ დაბრუნებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ აერდონის ჟურნალისტები რეგიონში, როდესაც არიან წარმოდგენილი და როდესაც არიან ჯანმრთელად. რაც შეეხება თქვენ კითხვას, დიახ, რა თქმა უნდა, ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი. ამას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ხედავს და აღიარებს. ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება, რომელსაც ამ დრომდე არ უცნია არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელსაც უზურპირებული აქვს დღეს საქართველოში ძალაუფლება და ამას თავად აღიარებს ოცნებაც, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ არა პირდაპირ და ვერბალურად შეიძლება ამას არ ამბობს, მაგრამ მის ქმედებებში ეს ყველაფერი ჩანს, იმიტომ რომ პარლამენტი, ის არალეგიტიმური პარლამენტი, რომელიც შეიკრიბა, მას შეკრების დღიდან დღემდე არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ განუხილავს, რომელიც ან წინასაარჩევნო დაპირებებთან იქნებოდა თანხმედრაში, ან სოციალური პრობლემების გადაჭრასთან იქნებოდა დაკავშირებული, მხოლოდ და მხოლოდ გამკაცრება კანონების, მხოლოდ და მხოლოდ გაზრდა ჯარიმების და მხოლოდ რეპრესიები, მათ შორის უკვე ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა თავისუფალი და მოუკიდებელი ორგანიზაციების მიმართ უკვე მეორე ტალღა აქვს დაწყებული, რომ ეგრეთ წოდებული ამერიკული კანონი უნდა გადმოაქართულონ და შემოიტანონ. საერთოდ ზოგადად ამას ჩვენ უპასუხეთ, რომ ამერიკული კანონის წინააღმდეგი არ ვართ, ამერიკული სასამართლოს თუ გვექნება ამ ქვეყანაში, ამიტომ ამაზე ძალიან მარტივი არის პასუხი. რაც შეეხება ამ კრიზისის არ აღიარება არ შველის, იმიტომ რომ არ აღიარების გარეშეც კრიზისი არის და ამასთან შეჯახება მოუწევს მას, რაც არ უნდა ვირტუალური რეალობა შექმნას და დღეს ამ ქვეყანაში პრაქტიკულად ჩვენ გვაქვს ინფორმაციული ავტოკრატია, რომელიც ვირტუალურ რეალობას გვთავაზობს. ოპოზიციის პასუხისმგებლობას რამდენად ხედავთ ამ ყველაფერში? აქ ჩვენ რა თქმა უნდა ხელისუფლებას არ ვაკლებთ ამ კრიტიკას, ვინც კრიტიკული დამოკიდებულებით გამოვირჩევით განსაკუთრებით ჟურნალისტები, მაგრამ აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენ ოპოზიციას გაკისრიათ ამ პროცესებში. მე მონოლოგში ვთქვი კიდევაც, რომ ოპოზიციამ ვერ მოახერხა მის მიერ დაანონსებული მოპარული ხმების დაცვა, ხო? ორგანიზება თუნდაც იმ პროტესტის, რომელიც დაორგანიზა სამოქალაქო საზოგადოებამ, ხო? რაშია პრობლემა? მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში არც თუ ისე თუნდაც როგორც თქვენ თვლით გაყალბებული არჩევნების ფონზე ხმების რაოდენობით ოპოზიცია არც თუ ისე ცუდად გამოიყურება, ხო? ის ვერ ახერხებს რაღაც საყოველთაო პროტესტის დაორგანიზებას, ხო? სად არის პრობლემა ერთიანობის ვერ მიღწევაში თუ რაღაც სტრატეგიების არქონაში, არ ვიცი, სად ხედავთ თქვენ, ალბათ ამას საუბრობთ კიდევაც, ხო? შიდა პოლიტიკურ. რა თქმა უნდა, მე ხა თვითგვემას არ დავიწყებ აქ, მაგრამ რა თქმა უნდა ხედავ პრობლემა კი, რა თქმა უნდა, პრობლემა დაფიქრება, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, და აი დაფიქრება რომ გჭირდება ჩვენ დავფიქრდით ამ თემაზე და რა თქმა უნდა, აქ არის ოპოზიციის გარკვეული პასუხისმგებლობა და ეს პროცესი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ არა მხოლოდ ეს პროცესი არის ხელისუფლების საწინააღმდეგო, რომელმაც მიითვისა ამ ქვეყანაში ძალაუფლება და რომელიც ტირანულად მართავს ქვეყანას, არამედ რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გადარჩევა ხდება ოპოზიციურ ველზეც, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ზოგიერთმა ვერ მოახერხა თავის გატანა ამ კონკურენციაში და ეს ნელ-ნელა კიდევ უფრო დაუმძიმდება ზოგს ეს მდგომარეობა და ეს კიდევ უფრო სასიკეთო იქნება ხალხისთვის და ამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ყველა უნდა გაიაროს ეს პროცესი. დღეს არის ქვეყანაში რევოლუციური პროცესი, არა ის რევოლუციური პროცესი, რომელიც რაღაც ერთ დღეში ამოაბრუნებს მთავრობას და სხვა მთავრობას დასვამს იქ, არამედ რევოლუციური პროცესი არის, როდესაც ვითარდება თვისებრივად ახალი პროტესტის სახე გაჩნდა ამ ქვეყანაში, რომელსაც ყავს ძალიან ბევრი ორგანიზატორი, მე ვერ ვტყვი რომ პოლიტიკური პარტიები და მისი აქტივისტები აქ არ არიან ჩართული, რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე ჩართული, რა თქმა უნდა პოლიტიკოსები იქ არიან, რა თქმა უნდა პარტია არ დარჩა, რომელსაც რაღაცა 100,000-ობით ჯარიმა არ აქვს უკვე იმ ჯამში რო ვთქვათ, მათ წევრებს და მათ აქტივისტებს. ამიტომ ყველა არის ამ პროცესში ჩართული, ამ პროტესტში, სამოქალაქო საზოგადოება, უბრალო ადამიანები და ჩვენ ყველაზე მთავარი რაც მოგვცა ამ პროტესტმა გაგვაცნო ახალი უნიკალური ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის სამსახურში ჩადგებიან და ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერენ და სხვა შემთხვევაში ალბათ სხვა პროცესში ჩვენ მათ ვერ გავიცნობთ. აქ ნახავთ ძალიან ბევრ საინტერესო ახალგაზრდას, რომელიც ძალიან მალე პოლიტიკაში შემოვა და ასევე თავის სიტყვას იტყვის. ამიტომ ეს პროცესი ძალიან კარგი არის, მათ შორის აჯანსაღებს ოპოზიციურ პოლიტიკურ ველს, რომელიც პრობლემური იყო, მაგრამ შეეხება ერთიანობის საკითხს, მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ერთიანობა ვერ იქნა მიღწეული. ჩვენ აქაც და ზოგადად ამ პოლიტიკურ ველზე არ ვართ პოლიტიკურ პარტიები, რომელსაც ზედამთვარი
ისტორია მოგდის ერთმანეთზე და გვიყვარს ერთმანეთი, ჩვენ ძალიან ბევრი განსხვავება გვაქვს, მაგრამ როდესაც ამ ქვეყანას და ჩვენ საზოგადოებას დაუდგა მთავარი გამოწვევა, რომ აქ კურსი იცვლებოდა და დემოკრატიული ღირებულებები საერთოდ უქმდებოდა და პრინციპები ამ ქვეყანაში, ჩვენ შევძლებთ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც არის ამ ქვეყნის დასავლური კურსი და დემოკრატია, ამ საკითხებზე ჩვენ შევძლებთ ერთიანობა. სხვა ნაწილში არ საზოგადოების დატკბეთა არ არის, რომ ჩვენ რაღაც გავითქვიფოთ ერთმანეთში და ერთი პოლიტიკური პარტია შევქნათ. ამიტომ ჩვენ მოვახერხეთ ეს ყველაფერი და ამ შემთხვევაში ამ ნაწილში კრიტიკა უსაფუძვლო იქნება, თორე რაც მეტი კრიტიკა იქნება მათ შორის ოპოზიციის მისამართი, ოპოზიციის არა, რაც მეტი კრიტიკა იქნება, ოპოზიციაში ჩვენ ნახეთ, ხო? რაც მეტი კრიტიკა იქნება, მით უკეთესი მივესალმებით კრიტიკას და არ ვეთანხმები იმას, რომ ახლა ამის დრო არ არის. ყოველთვის არის დრო კრიტიკის, თუ რაიმეს აშავებს მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც, ისინი აუცილებლად უნდა გაკრიტიკდნენ და ჩემი აზრი მინდა დავასრულო, სულ ერთი წუთი რომ მომცეთ, საუბრობდი ინფორმაციულ ავტოკრატიაზე, რომელიც ჩამოაყალიბა დღეს ივანიშვილმა ბიძინამ და რომელთაც ცდილობს ამ ვირტუალური რეალობით, სიმულირებული რეალობით ამ ქვეყნის მართვას იმედის და სხვა პროპაგანდისტული არხების მეშვეობით და მე მინდა უთხრა მაყურებელს, რომ თუ თქვენ იმედს უყურებთ, თქვენ ინფორმირებული არ ხართ, თქვენ ხართ მოტყუებული და განსაკუთრებით მინდა მივმართო პენსიონერებს, ვისაც Liberty Bank-ში სესხი გაქვთ აღებული 20 და უფრო მეტ პროცენტად, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ამ ძარცვის და ამ ფულის ამოღების შედეგად ფინანსდება იმედი, იმიტომ რომ ტელეკომპანია იმედს და Liberty Bank-ს ყავს ერთი მფლობელი, ეს არის ივანიშვილი ბიძინას კარის ბიზნესმენი რუხაძე, ამიტომ თქვენ ჯიბიდან ამოღებული მოპარული ნაძარცვი ფულით აფინანსებენ იმ რეალობას, რომელიც დამახინჯებულია. ბატონო, უბრალოდ მინდა რომ ბევრმა არ იცის ეს ინფორმაცია და მე მინდა რომ ეს ყველაფერი იცოდეს ხალხი. ხო, მე ვფიქრობ, რომ ინტერნეტის ხანაში და ზოგადად იმ პერიოდში, როდესაც სოციალური მედია ყოველთვის ფაქტობრივად უკვე ხელმისაწვდომია ინფორმაციის სურვილის შემთხვევაში ინფორმაციის მიღების ბევრი საშუალება არსებობს. პროპაგანდისტული მედია არის პრობლემა, რა თქმა უნდა, ამაში არავინ არ გედავებათ და ზოგადად აქედან მოდის პრობლემების მთელი წყება. მაგაზე ვინ გედავებათ აკაკი, თუმცა ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ალტერნატიული ინფორმაციები ვეძებოთ. კიდევ ერთხელ მადლობა მიშა იმისთვის, რომ მობზანდით ჩვენთან სტუდიაში. ოდნავ განსხვავებული იქნება ჩემი კითხვა თქვენთან მიმართებით, რაც ბატონ აკაკის და გენოს კითხე. რაში ხედავ თქვენს პასუხისმგებლობას, ოპოზიციის პასუხისმგებლობას ამ პროცესების, ამ მიმართულების წარმართვის გზაზე და რაში არის გასაღები, თუ გიფიქრია, თუ გისაუბრიათ ამასთან დაკავშირებით პარტიაში, იმიტომ რომ არ შეიძლება მუდმივად ადამიანები ქუჩაში იდგნენ და არ დადგეს რაიმე ტიპის შედეგი, ხო? ხელშესახებ შედეგზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. პირიქით, ხელისუფლების, ქართული ოცნების ქმედებები სულ უფრო და უფრო მკაცრი ხდება. ნაცვლად იმისა, რომ რაღაც ტიპის დათმობებზე წავიდეს, ხო? აი, სად ხედავთ გამოსავალს ამ სიტუაციაში? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. კარგია, რომ დაბრუნდა თქვენი გადაცემა და თქვენ რო აქ ხართ. წარმატებებს გისურვებთ. პირველ რიგში ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ ჩვენ ქვეყანა სამწუხაროდ არ ყავს ხელისუფლება, ეს არის რუსული რეჟიმი, ეს არის ბანდა, რომელსაც მართავს ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი და 12 წლის განმავლობაში ეს პიროვნება ივანიშვილი ამ ქვეყანას ცდილობს, რომ საბოლოოდ წაიყვანოს რუსეთისკენ, დააპატიმროს ყველა პატრიოტი, რაც შეიძლება ბევრი პოლიტპატიმარი ყავდეს, რაც შეიძლება ბევრი ადამიანის ხმა იყოს ჩახშული და მარტივი არ არის რუსულ რეჟიმებთან ბრძოლა. ამიტომ ჩვენი საზოგადოება შედგა, ნამდვილად ვეთანხმებით ჩვენს კოლეგებს, რომ იმ ოპოზიციურ პარტიებმა, რომელსაც ბარიერი გადალახული ქონდა, ნამდვილად გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ერთობა ყოფილიყო იმ საკითხებზე, რაც იყო მოსახლეობის მოთხოვნა. პირველ რიგში, რასაც გაიძახდა რუსული რეჟიმი და რუსული ოცნება, რომ ჩვენ გაზაფხულზე ვიხილავთ ამ ადამიანებს პარლამენტში და უმაღლეს საბჭოში. რა გავაკეთეთ ჩვენ, აქ ყოფილ ადამიანებს და ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმაც. დავწერეთ განცხადებები, აქ ჩვენს ამომრჩეველს არ გაუკეთებია არჩევანი იმისთვის, რომ ვიღაც კონკრეტულ პიროვნებას ჰქონდეს უმაღლეს საბჭოში სავარძელი. აქ ჩვენმა ამომრჩეველმა გააკეთეს არჩევანი, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო ევროპული და განვითარებული. თუმცა არჩევანის უფლება წაართვა რუსულმა რეჟიმმა, მოპარა არჩევანი ჩვენს მოსახლეობას და რა თქმა უნდა ჩვენს მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ და ვხედავთ, რომ ჩვენ ვდგავართ ქუჩაში ხალხთან ერთად 12 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდი ერთიანობა, ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იდგა ხალხის გვერდით და
ჩვენ წლების განმავლობაში ვიძახდით, რომ ეს იყო რუსული რეჟიმი, ეს კაცი ცდილობდა, რომ საბოლოოდ გაერესწებინა ჩვენი ქვეყანა და დღეს ყველა ადამიანი, ყველა ის პატრიოტი დადგა ამის წინაშე, რომ ნამდვილად ამას აფერხებს ამ პროცესს. თავარი ჩვენი ადრე პოლიტიკოსებისგან არის თავარი, დღესაც ჩვენ აქამდეც სანამ შევიდოდით არჩევნებში, მანამდეც, შემდეგაც და დღესაც ვამბობთ, ერთობა არის თავარი და მნიშვნელოვანი. ამიტომ ადრე პოლიტიკოსებისგან ჩვენ გვესმოდა გადავიდოთ გვერდით წინა წლების განმავლობაში რომ სამოქალაქო საზოგადოება არ იყო აქტიური და უშუალოდ ადამიანები არ გამოდიოდნენ პრობლემების მიუხედავად ქუჩაში მათი პროტესტი არ ისმოდა, მათი ხმა არ ისმოდა, ხომ პროტესტის თვალსაზრისით გამოვიდა ადამიანები ქუჩაში, ჩვენ ნახეთ პოლიტიკოსები მათ რიგებში და ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ ასევე ოპოზიციის ლიდერებს იგივე რუსთაველის გამზირზე. თუმცა რაღაც ტიპის გარდატეხას მაინც ვერ ახერხებს მოდი ასე ვთქვათ ოპოზიცია სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. აი რატომ რაში არის ეს პრობლემა? ჩვენ ვეძებთ პრობლემას ხო დღეს ამ ეთერში. ალბათ უფრო მეტი ფიქრი გჭირდება. მე შემთხვევით არ მიხსენებია რომ იგივე ის სამოქალაქო საზოგადოების ის ნათელი წარმომადგენლები, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ყოველდღიურ პროტესტს, ხო, ისინი ცხდებიან და უკვე მსჯელობენ, როგორ შეიძლება რა ინიციატივები შეიძლება მიიღონ ისეთი, რომ გადაეწყოს რაღაც ახალ რეჟიმზე ეს მოძრაობაც, ხო? აი სად არის გამოსავალი და მსგავს რეჟიმებს, როგორიც საქართველოში გვყავს სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერთობის და შეტევის გარეშე ვერ გადავტეხავთ. ამიტომ მთავარი და მნიშვნელოვანი არის არდაღლა, პროტესტის გაგრძელება და აუცილებლად ის ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რომ არ მიდის საქმე წინ, აუცილებლად წავა საქმე წინ. და აუცილებლად დამარცხდება რუსული რეჟიმი, აუცილებლად მოუწევს დათმობა. ყველას ვერ დაგვაპატიმრებენ, ყველას ვერ გაგვაქცევენ ამ ქვეყნიდან. აუცილებლად მოუწევს დათმობა ბიზინა ივანიშვილს და აუცილებლად მას მოუწევს მის სამშობლოში რუსეთში წასვლა. მთავარი არის კიდევ ერთხელ ვამბობ, არ დავიღალოთ ამ ბრძოლაში, არ შეუშინდეთ და ვიყოთ ერთიანები და ვიყოთ შემტევები. ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი. გასაგები. აკაკი ოპოზიცია მაშინ, როდესაც კიდევ ერთხელ ერთიანდება მოდით ახლა ასე გამოვყვები რიგითობით ერთიანდება სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ ჩვენ ნახეთ ხო ისე დაანონსებული ახალი პლატფორმის შექმნა ახალი იდეებით ახალი რაღაც ინიციატივებით ამ ფონზე რომ შეიძლება ეს ახალი პლატფორმა იყოს რაღაც გარდამტეხის შემტანი ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლება ამბობს რომ ახლა ოპოზიცია მოეშვას რაღაცა იმას ტყუილად ბაქი ბუქს და მოემზადოს თუ მაგრები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხს როგორ უყურებთ, მაშინ როდესაც თქვენ ამბობთ, რომ იგივე კალანდარიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ CSKOM გაგიყალბათ მონაცემები, რამდენად რელევანტური იქნება ამ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა, მაშინ ან საერთოდ საუბრობთ თუ არა ამ თემასთან დაკავშირებით და როგორ თქვენ თუნდაც პერსონალური პიროვნული დამოკიდებულება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე როგორი? პირველ რიგში რაც შეეხება გაყალბებას, ამას მარტო ჩვენ არ ვამბობთ, ყველა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ერთხმად დაადასტურა, რომ ეს არჩევნები არ იყო არც დემოკრატიული და არც ხალხის ნებას არ გამოხატავდა. რაც შეეხება ზოგადად თვითმმართველობის არჩევნებს, თქვენ იცით, რომ ხელისუფლება არის საკუთარ მოსახლეობასთან ჰიბრიდულ ომში ჩართული და ეს დაბინძურება საინფორმაციო ველის მუდმივად არის მათი სტრატეგიის ნაწილი. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, საერთოდ არ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში დღეს. საერთოდ არ არის ის აქტუალური, ამიტომ შემოიტანა ხელისუფლებამ, რომ როგორმე გადაფაროს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები და მათ შორის პრობლემები არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი არის, არამედ თანმიმდევი პრობლემები ან რაც მანამდეც არსებობდა, იგივე სოციალური პრობლემები, რომელიც ძალიან მწვავედ დგას დღეს ჩვენთან და ძალიან ბევრი ჯგუფი არის, რომელიც გაფიცული არის, რომელიც იბრძვის უფლებებისთვის და აქ მარტო ამ საპროტესტო აქციებზე არ არის საუბარი, იგივე მუშები, რომლებიც იფიცებიან არადამიანური პირობების გამო, სტუდენტები, რომლებიც იფიცებიან სასწავლებლებში პრობლემების გამო და ასე შემდეგ და ჩვენ ნახეთ საერთოდ რომ მაგალითად დევნილები, რომლებთა პრობლემას ამდენი წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში ვერ გადაიჭრა, ერთ-ერთმა დევნილმა საერთოდ თავი დაიწვა სამინისტროს წინ, რაც იყო უდიდესი ტრაგედია და კიდევ ერთხელ უსამძიმრებ მის ოჯახს.
ჩვენი მიზანი არის ამ ეტაპისთვის გადავიდეთ უკვე სოლიდარობის ეტაპზე. ჩვენი პარტია ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, იმიტომ რომ იცით რომ ცოტა უფრო მემარცხენე, ასე ვთქვათ, ნაწილში გადახრილი ვართ ბევრ საკითხში და ვცდილობთ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მაქსიმალურად რომ ეს საკითხები გახდეს აქტუალური, იმიტომ რომ პირველი ეტაპი რაც იყო ამ პროტესტების, ამან მიაღწია თავის მიზანს, ამ არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარება არ მომხდარა. არც შიდა ლეგიტიმაცია არ გააჩნია მას, არც საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ჩვენ ნახეთ მიუნხენის ოპოზიციიდან გსაყვედურობდნენ და არა მარტო ისინი, რომ მანდატების გაუქმებასთან, დაფინანსებასთან დაკავშირებით იგივე არ ქონდათ ძალიან კარგი. ჩვენ ვართ პარტია, რომელსაც არ აფინანსებს არც დიდარი ხალხი, არც ოლიგარქები და არც რაიმე ასე ვთქვათ, ბნელ შეთანხმებებში არ შევდივართ და ეს ძალიან ღიად განვაცხადეთ ჩვენ თავიდანვე, რომ ჩვენ ამ დაფინანსების აღებას ვაპირებდით, იმიტომ რომ პარტიამ უნდა იცოცხლოს, პარტიამ უნდა იარსებოს და ეს მათ შორის ინტერესებში არის, დემოკრატიის ინტერესებშიც არის. ამიტომ ჩვენ ძალიან ღიად ვაკეთებთ ამას და არავისგან ფული არ აგვიღეთ და იცით რომ ყველას თანხა ჩვენ პარტიას აქვს დახარჯული მათ შორის ამ ბოლო არჩევნებზე. ხოლო რაც შეეხება ამ სიტუაციას, პირველი აღიარება არ მოხდა და ამის ნათელი დემონსტრირება იყო ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილი და გიორგი ახარია იყვნენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარმოდგენილი და მათ უბრალოდ რიგით მოხელეებთან კი არ ქონდათ შეხვედრები სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებთან და საგარეო საქმეთა მინისტრებთან ქონდათ შეხვედრები და ამან აჩვენა სწორედ ვის აღიარებს ევროპა ამ ქვეყანაში ლიდერად და არის ნამდვილად ქალბატონი სალომეს ინიციატივას და მისი პლატფორმებიც ბევრ საკითხში, ბევრ ასე ვთქვათ შეხვედრების შედეგად რა აზრებიც გაიცვალა ბევრ საკითხში აბსოლუტურად ვემთხვევით, იმიტომ რომ ჩვენი აზრები იქნა გათვალისწინებული მის პოზიციონირებაში და ასევე ჩვენ ხედავთ, რომ უკვე ახლა მეორე ეტაპზე ვართ გადასული, აღიარება ვერ შედგა, ახლა მნიშვნელოვანი არის სოლიდარობა, მნიშვნელოვანი არის ყველა ჯგუფის მიმართ მხარდაჭერა, უპირობო მხარდაჭერა, აი დღეს როდესაც აქ მოვდიოდი მაგალითად ერთ-ერთი ბათუმში ერთ-ერთი ავარიული სახლის მოსახლეობა შემეხმიანა, რომელთა პრობლემაც გაიწელა უკვე 3 წელიწადია და ფიზიკურად ისინი ვერ აღწევენ სამართალს, ამიტომ ყველა ასეთ საკითხთან დაკავშირებით ასევე როგორც ერთიანად ვიყავით და ვართ ჩვენ ამ საპროტესტო აქციებზე 100 ანუ ერთობაში ხედავთ ამ ჩვენ არა მე არ ვხედავ ამ შემთხვევაში ნახეთ გამოსავალს ხედავ რომ აბსოლუტურად ყველა მათ შორის იქ ადამიანები იმ საპროტესტო აქციიდან და აბსოლუტურად ყველა ვისაც გული შეტკივა ამ ქვეყნის მომავალზე აბსოლუტურად ყველა უნდა დავირაზმოთ ხოლმე და ასეთ ჯგუფებს უნდა დავუდგეთ გვერდში იმიტომ რომ მათი რაოდენობა არ არის საკმარის ყურადღების მისაქცევად მაგრამ თუ ჩვენ ჩავერთვებით ამ პროტესტში თუ ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით უბრალოდ საერთო ჯამში მივახცეთ არა პოლიტიკური პარტიების ერთობას ეს მეასე ხარისხოვანია მივახცეთ საზოგადოების სრულ ერთობას და კონსოლიდაციას და ჩვენ ნახეთ რომ ამ საპროტესტო ჯგუფებში ამ საპროტესტო ჯგუფებმა მოახერხეს უფრო დიდი ორგანიზება ვიდრე თავად სახელმწიფომ ან სახელმწიფოს მოვალეობა შეასრულეს ქვეყანაში როდესაც გურიაში აჭარაში იმერეთში მოვიდა თოვლი და სწორედ ის მოხალისეები რომლებიც 10000-ობით ჯარიმით დამძიმებულები იყვნენ წავიდნენ გურიაში და ფიზიკურად გადაარჩინეს ჯარიმასთან დაკავშირებით ჩატყობინება პირდაპირ 2 მეტრია თოლში ჯანმრთელობა გადაარჩინეს ადამიანებს ამიტომ ჩვენ ეს უნდა შევითავსოთ საგარეო ურთიერთობებში შეთავსებული არის მთლიანად მთავრობის უფლებამოსილება და მთავრობის მოვალეობა ოპოზიციური სპექტრის მიერ ახლა ჩვენ ქვეყნის შიგნით აბსოლუტურად ყველა სფეროში შევასრულოთ მთავრობის მოვალეობა და ეს მთავრობა ძალიან შეიცვლება. მადლობა აკაკი. გენო იგივე კითხვით უნდა გადმოვიდე ფაქტობრივად, მაგრამ აი სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი მეტად გამოუკვეთოთ ამ შემთხვევაში. გასაგები იყო, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, მის ირგვლივ კონსოლიდირება ძალების, ოპოზიციური ძალების იყო აბსოლუტურად გასაგები და იმედის მომცემი საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც ხელისუფლებას კრიტიკულად უყურებს, მაგრამ დღეს ცოტა არ იყოს დამოკიდებულება საზოგადოების შეიცვალა თუ რა შეუძლია, მოდი რომ ვთქვათ, მათი ენით, უბრალო ენით რომ ვთქვათ, აი რა შეუძლია სალომე ზურაბიშვილს, როდესაც ის უკვე პრეზიდენტიც აღარ არის, ხო? და მის ირგვლივ გაერთიანებულ ოპოზიციას. აი ხედავთ თუ არა ამ გაერთიანებას პერსპექტივაში როგორც რაღაც გარდამტეხი შემტანს ამ პოლიტიკურ კრიზისში თუ ხედავთ ცალ-ცალკე პარტიებს როგორც ეს წინასაარჩევნოდ მოხდა ან კოალიციური თანამოაზრეების ნაწილში მოხდა ამ ნაწილით გაგრძელდეს ბრძოლა პოლიტიკურ ველზე. მოკლედ დავიწყებ იქიდან რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს ერთადერთი ლეგიტიმური ასე ვთქვათ წარმომადგენელი არის საქართველოში და ყველანი კარგად ხედავს და ზუსტად წყობრიდან იმიტომ გამოდის ქართული ოცნება რომ აკვირდება ქალბატონ სალომე ინაუგურაციაზეც იყო სხვადასხვა ფორუმებში ღებულობს მონაწილეობას და ჩვენი პარტნიორი ასე ვთქვათ ქვეყნები
პირდაპირ კონტაქტზე გადის სალომე ზურაბიშვილთან. ამით იმის მამინდა რომ ლეგიტიმაცია, აი ჩვენ როცა ვლაპარაკობთ აი ამათ ლეგიტიმაციაზე, ზუსტად იმაში არის საქმე, რომ მათი ლეგიტიმაცია არ შედგა და ეს ხელისუფლება რო არა ლეგიტიმური არის, ზუსტად იქიდან არის გამომდინარე, რომ აი ზუსტად მაგაშია საქმე, რომ როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილს რაიმე აწუხებდეს საკუთარი ბიზნესის და ფულის გარდა. არაფერი. და ეს ხალხი, ვინც მას ემსახურება, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებმაც საკუთარ მოქალაქეებს ახალი წელი, დედის დღე, 8 მარტი, მძიმე მარხვა, ჯოჯოხეთად უქცია და საერთოდ არ ანაღლებთ, ხო? აი ამ ადამიანებზე როგორ უნდა ვილაპარაკო, რომ ამ ადამიანებს რაიმე სახელმწიფოებრივი დარჩათ. ამ ადამიანებს არაფერი გარდა იმისა, რომ მონურად ემორჩილონ ერთადერთ კაცს, იმის გარდა არაფერი არ გააჩნიათ და აქედან გამომდინარე, ზუსტად იმაში არის საქმე, რომ ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი დღეს ვინც ყავს საქართველოს, ეს არის სალომე ზურაბიშვილი. ამიტომ არის რომ თქვენ კარგად იცით, რომ თავის დროზე მამუკა ხაზარაძემ გააკეთა განცხადება თავდაუსხმელობის შესახებ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დღეს ყველაზე მეტად გჭირდება ზუსტად იმაში არის საქმე, რომ შეიძლება ჩვენ სულ სხვადასხვა გემოვნება გქონდეს პოლიტიკურ პარტიებს და სულ სხვადასხვა ასე ვთქვათ პროგრამებზე ვიჯდებთ, გვაქვს რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს ყველაზე ძირეული და ყველაზე ღირებული საკითხი დღეს ჩვენს წინ. ან ვართ დამოუკიდებლები, ან ვართ რუსეთის უკანა ეზო. ჩვენ არ გვინდა ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც გადალახა ბარიერი და ვინც შევიდა პარლამენტში, ყველამ განაცხადა, რომ ჩვენ არ გავხდებით რუსეთის ნაწილი. ეს ავტომატურად ნიშნავს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობას გენერალ. რა თქმა უნდა, ჩვენი ერთადერთი თუ მსჯელობთ ამ საკითხს. უყურეთ 104 დღის განმავლობაში ოპოზიციას არ შეუცვლია ორი ძირითადი მოთხოვნა. ეს არის ამ ადამიანების, რომლებიც უკანონოდ ყავს ქართულ ოცნებას დატყვევებული გათავისუფლება და რა თქმა უნდა მეორე ხელახალი დემოკრატიული სამართლიანი არჩევნები. მე უბრალოდ ერთი წაღანა ახსენე და ჩემმა მეგობრებმა და უბრალოდ როდესაც ჩვენ უარი ვთქვით და სიები ჩავხსენეთ, პარტიული სიები, შემდგომ რა თქმა უნდა ამის პარალელურად უკვე პირადი ინდივიდუალური განცხადებებით მიუმართეთ დაწესებულებებს, სადაც ღირსეული ადამიანები უნდა იჯდნენ და უნდა იყოს ლეგიტიმური როგორც საქართველოს პარლამენტი, რომელიც ამტკიცებს საქართველოს მთავრობას, რომელიც ამტკიცებს ასევე უკვე ხმოსნებით, შერეული ხმოსნებით, მათ შორის ჩვენც უნდა ყოფილიყავით და ჩვენი სახელგვარები გამოაცხადნენ, თუმცა არც მიუპატიჟები ვართ, რა თქმა უნდა, არც ვაპირებდით მისვლას. უმაღლესი საბჭო და რა თქმა უნდა პრეზიდენტი. ყველაფერი ერთი მეორეს მიყოლებით, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მიერ საარჩელი არც კი განუხილავს და არც კი გადაწყვეტილება აი აგი არის თავარი მიზეზი და როდესაც მიმართეთ უმაღლეს საბჭოს რომ უფლებამოსილება შეგვიწყვიტეთო და ჩვეულებრივად წერია აქ რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვითმარქვია უმაღლეს საბჭოს ეგრეთ წოდებული თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს. რა თქმა უნდა ის არის თვითმარქვია და ის ადამიანები ვინც იქ შევიდა და სანამ საკონსტიტუციო გადაწყვეტილება არ იქნებოდა და თანამდებობები გადაილაგენ და გადაინაწილენ, ხო? ეს არის ზუსტად თვითმარქვიობა და ამაზე რომ მიმართეთ ჯერ განცხადებას არღებულობდნენ, იმიტომ რომ პოლიტიზირებულია აბსოლუტურად ყველა დაწესებულება და მათ შორის უმაღლეს საბჭოს და როდესაც ამაზე აპელირებდა ქართული ოცნება რომ თუ როგორ ვაკადრეთ თვითმარქვია როგორ დაუძახეთ, ხო? მე ლამაზად ჩვეულებრივად ჭამეს და თვითონ იღიარენ რომ არიან თვითმარქვეები და ასეთი გადაწყვეტილება. გასაგებია მიშა თქვენთანაც და მე ანუ დავასრულებ ძალიან მოკლედ ერთიანობას ჩვენ რა თქმა უნდა არ ვარღვევთ, იქიდან გამომდინარე ძალიან კარგად ვიცით ჩვენს წინ რა პასუხისგებლობა დგას, ამიტომ ჩვენი ვიწრო პარტიული და ვიწრო ის რაღაც ურთიერთდამოკიდებულება არის მეორე და მესამე ხარისხოვანი, რადგანაც ჩვენთვის დღეს ყველაზე მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება და დარწმუნებულიყავით, რომ ერთიც და მეორეც ჩაბარდება ძალიან მალე ისტორიას და საერთოდ ვეღარ გაიხსენებს უბრალოდ საქართველოს გაიმარჯვებს. საქართველოს როგორ უყურებთ ქართული ხალხი გაიმარჯვებს. მოკლედ სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიცია და ქართული ოცნების ნარატივი, რომ ოპოზიციას ეუბნება
ამ დროს რომ ახლა იმაზე ფიქრი კი არა რომ რიგარეში არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადეთო თუ რაიმეს თავი გაქვთო და მოიგეთო ეს არჩევნებიო მოკლედ ასეთია ოცნების ნარატივი აი თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს და კი, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ერთს ვიტყვი, ჩვენ როცა ვახსენებთ პოლიტპატიმრებს, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ჩვენი ქვეყნის რეფორმატორი პრეზიდენტი, რომელმაც ვიცით რაც შექმნა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ბათუმი რედაქცია, ამიტომ მიუხედავად ჩვენი მოქალაქეებისა, უამრავი ხელწერებისა და ჩვენი პარტიის მოთხოვნისა და არამხოლოდ საქართველოს შიგნით ევროსაბჭოს რეზოლუციაშიც იყო მოთხოვნა და სხვა პარტნიორებისგანაც რომ შეეწყალებინა იმ მისჩილ რაც ქონდა ამ ნაბიჯის არ გადადგმის მიუხედავად ჩვენ მაინც ვთანამშრომლობთ გუშინ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ესწრებოდა ამ შეხვედრას რა თქმა უნდა ვითანამშრომლებთ თავარი არის დღეს ჩვენთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი და რა თქმა უნდა ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და ყველა იმ ადამიანთან, ვისაც უნდა ამ ქვეყნის გადარჩენა. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, მაშინ როდესაც ჩვენ არ ვაღიარებთ და პროტესტი გრძელდება ქუჩაში, რა თქმა უნდა, ჯერ ადრე არის თვითმმართველობაზე საუბარი, ჯერ გვაქვს წინ თვეები გასავლელი და ამ თვეების განმავლობაში ჩვენ უნდა ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ან თვითმმართველობის პარალელურად ჩავანიშნოთ რიგარეში საპარლამენტო და აჭარის ავტონომიური უმაღლეს საბჭოს არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობებში წეგან ნახსენა ჩემმა კოლეგამ, უამრავი პრობლემა არსებობს რაიონებში. ჩვენ წეგან დიდთოვლობაც ვახსენეთ. თოვლი არის, წყალი არ აქვს მოსახლეობას, გზა არ აქვს, შუქი არ აქვს, ეხლა ბუნებრივი აირიც არ არის ხო დღეს. მზე ამოდის ზაფხულში, წყალი არ აქვს მოსახლეობას და უამრავი და დღეს ჩვენ რატომღაც ძალიან იშვიათად ვახსენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ბანდის წევრები არიან აჭარაში. რომლებიც მართავენ ამ ბანდას და რომლებიც კორუფციულ გარიგებებში არიან ჩართული და ჩვენი ყველა საქართველოს მოქალაქის ფულს იდებენ ჯიბეში. აი ამისთვის არიან მონობაში ბიძინა ივანიშვილთან. მათ შორის მამაშვილი რიჟვაძეები, რომლებიც მართავენ დღეს აჭარაში ყველაფერს. მათ შორის პროექტებთან დაკავშირებით, მათ შორის უნდა გაიაროთ თქვენ ჭოროხის მდინარის მიმდებარედ რა ხდება. ჯერ რა სტრატეგიული ობიექტი არის ამბასადორი რო უნებართვოთ მიაყენეს და ერთ თეთრის გადახდის გარეშე რა თქმა უნდა იღებენ და ამის გარდა ჩვენ მივმართებთ მათ შორის თქვენი ტელევიზიები ოფიციური ტრიბუნიდან საუბარი ძალიან მარტივია ხო რომ ვიღაც რაღაცაში არა ერთი ბრიფინგი საზოგადოებას ალბათ ახსოვს თქვენს გახსოვთ ხო თქვენი ტელევიზიით არა ერთი ბრიფინგი Facebook Live-ი არაერთხელ პროკურატურაში 26 წერილი გვაქვს შეტანილი მხოლოდ პროკურატურაში და არც ერთ საქმეზე არ დაუბარები ვართ და არ დაუკითხი ვართ და ნაბიჯი არ გადაუდგამთ. იცით რატომ? იმიტომ რომ ეს არის სისტემური კორუფცია. ყველა სტრუქტურა არის თანამონაწილე აი ამ სისტემური კორუფციისა და მაგიტომაც არ ხდება გამოძიება. იმიტომ რომ ყველა ფერზე არიან წამსვლელი ის ადამიანები, ვინც დღეს თანამდებობის პირები არიან, აი ამის გამო პატიობენ აი ამ ყველაფერს. და ჩვენი მოქალაქეების სოციალური ეს ინფრასტრუქტურული პრობლემები რაც აქვთ, აი ამ ადამიანების კორუფციული გზით თუ ვინმე დანაშაულს შადის იმედი მაქვს რომ ამას ოდესმე ამ ადამიანებმა არ უნდა იფიქრონ, ამ ადამიანებმა არ უნდა იფიქრონ, რომ ყოველთვის იქნებიან ხელისუფლებაში. არ იქნებიან და აუცილებლად იმ ყველა დანაშაულზე რასაც ჩადიან მოუწევთ საზოგადოების და კანონის წინაშე პასუხისმგებლობა. აუცილებლად. აი ამ თოლმა ნამდვილად რა ძალიან კარგი იყო რომ კაკი შეეხო აი ამ საკითხს უბრალოდ კარგი გასაგები არის გურიას ბიუჯეტი მაგრამ როდესაც ჩვენ აჭარაზე ვსაუბრობთ ერთ-ერთი ყველაზე მსუყე ბიუჯეტის მქონე რეგიონზე და აქ დღემდე რო პრობლემები არის ხო აი ამაზე უნდა ვილაპარაკოთ გამიგე და აბსოლუტურად თელმა საქართველოს დაინახა ამათი უნიათობა ამათი დაინტერესება ხალხის მიმართ თუ როგორ უნდა იცხოვროს საერთოდ რა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და საერთოდ რო არ აინტერესებდა ბათუმში რა მდგომარეობა იყო და ასე შემდეგ და ბოლოს ჩემი და ჩვენი სოლიდარობა სტუდენტებს, რომლებიც პირდაპირ გაგადეთ გამოყარა დღეს ქართულმა ოცნებამ და დატოვა ქუჩაში. არა მარტო ის სტუდენტები, მათ შორის ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს აპატიმროებში არიან, ან უკანონოდ დაჯარიმებულები არიან, ყველა სოლიდარობა, აქ რეპლიკა, მხოლოდ ერთი სიტყვა. მხოლოდ სოლიდარობა თემურს. გასაგები. ჩვენს გმირ მეტროში რომელიც დარწმუნებული ვარ, უყურებს და თითოეული პოლიტპატიმარს სოლიდარობა კი ბატონო, ყველა პოლიტპატიმარს და აუცილებლად მალე
ყველა პოლიტიკატი არის იქნება თავისუფალი, ეს ქვეყანაც იქნება თავისუფალი და ევროპული და განვითარებული დიდი მადლობა თქვენ. აუცილებლად ბრძოლა იქნება გამარჯვება. მადლობა. გენოთებიძე კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის პოლიცაბჭოს წევრი, აკაკი გვიანიძე გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრი, მიხეილ ბოლქვაძე ერთობა ნაციონალური მოძრაობის წევრი. მადლობა კიდევ ერთხელ ბატონებო თქვენ იმისათვის რომ იყავით ჩვენთან ერთად სტუდიაში. ვაგრძელებთ თემაზე საუბარს. ამჯერად უკვე თემის ანალიტიკურ ნაწილზე გადავდივართ. ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია უპასუხებს ჩვენს კითხვებს პირდაპირ ჩართვის რეჟიმში. არჩილ, მოგესალმებით. მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის და ბოდიში რომ გალოდინეთ, გაგვიგრძელთ და ცოტა არ იყოს. მიხარია თქვენი ეთერში ხივა, კლავდა თქვენი ფოდრობა. მადლობა, ხშირად შეგაწუხებთ. მოკლედ არჩილ სალომე ზურაბიშვილის გეგმა, სინამდვილეში გეგმა კი არა, სურვილებია, რომელსაც სჭირდება გეგმა. 28 თებერვალს დაწერეთ ეს კრიტიკული სტატუსი სოციალურ ქსელში და თან მოაყოლეთ რჩევებიც. თუ რა იქნებოდა არსებულ სიტუაციაში რელევანტური. დღეს სწორედ ამ თემებზე საუბრობთ ამ ეთერში და გვაქვს ცდელობა ოპოზიციას ცოტა არ იყოს გვერდიდან შევახედოთ პროცესებზე. ისევ გრძელდება ზურაბიშვილთან შეხვედრები და ისევ გვესმის დაპირებები, რომ ახალი პლატფორმის შექმნა იქნება გადამწყვეტი ოცნებასთან ბრძოლაში. როგორ უყურებთ და რამდენად ხედავთ ამ პროცესს, როგორც პერსპექტივას სამომავლოდ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს გულისხმობ, რა თქმა უნდა. ლაშა, იცით რა შეასაქმე მე ეს წლები რაღაცნაირად აი ამ საკომუნიკაციო სივრცის მიღმა ვარ ხოლმე ჩემი შეხედულებებით, იმიტომ რომ მე უკვე ბევრი წელია ვლაპარაკობ, რომ მხოლოდ ტექნოკრატული მიდგომა საკმარისი არ არის. და ამას ვამბობდი 2020-ის არჩევნებზეც, მერე შესაბამისად და 24-ის არჩევნებზეც და ახლაც. თემა არ არის ახალი ცლადის შემოტანა. მაგალითად ეს იქნება ახალი პოლიტიკური სუბიექტის სიტყვაზე ახალი საარჩევნო ნომრით თუ ტრადიციული პოლიტიკური სუბიექტი ტრადიციული საარჩევნო ნომრით და ასე შემდეგ. თემა არის იმაში, მომრჩეველს, როგორც ასე დავქვა ჩვენ პოლიტიკური სერვისის მომხმარებელს, როგორ უკავშირდები და რამდენად საინტერესოა ის ამომრჩევლისათვის, რასაც თავაზობ. თუმეტეს, როდესაც ამდენი ოპოზიციური სპექტრისათვის დამოუკიდებელი და გარეგანი ფაქტორი არსებობს, როგორიც არის სახელმწიფო საძალაუფლებო პროპაგანდა, მათი ზემოქმედებისა და გავლენის არეალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ თემა არ არის ის ვინ უნდა იყოს ტრადიციულ საარჩევნო სუბიექტებში იქნება თუ ახალ პოლიტიკურ სუბიექტში, ვინ არის ამ ყველაფერში, რამდენად იცნობს ამას ამომრჩეველი, რამდენად სასურველია ამომრჩევლისათვის ეს ყველაფერი, რამდენად საკმარისი ნდობა გააჩნია, რამდენად გაიმეტებს ამომრჩეველი ხმას და თუ ამ ხმას თქვათ საძალაუფლებო სივრცე, ანუ ხელისუფლება ეგრეთ წოდებული, გაუყალბებს, რამდენად მიყვება ეს ამომრჩეველი ბრძოლაში. აი ამ შეკითხვებზე არის პასუხები, თორემ ლამაზი ოცნებები ჩვენ ბავშვობიდან გვახასიათებს და არა აუცილებელი ამისათვის პოლიტიკური სუბიექტი იყო. პრეზიდენტის იდეები მე იმიტომ ვთქვი, რომ ანუ კრიტიკულიც კი არ იყო ჩემი შეფასება, ძალიან დარგობრივი იყო. კი ბატონო. ხო, ანუ არა, მე მინდა რომ ეს კრიტიკული შეფასებები უფრო მეტი იყოს არჩილ, იმიტომ რომ შეიძლება სწორედ იმან მიგვიყვანა რომ რაღაც კონკრეტული შედეგები ვერ დავაყენეთ პროტესტის 104 დღეზეც კი, რომ საკუთარი თავების მიმართ და ზოგადად ამ პროცესების მიმართ არ ვიყავით ისეთი კრიტიკულები, საქმიანად კრიტიკულები. მარტივი დარგობრივი გაშლა არის, არა? შენ ახლა ძალიან კარგად იცი სტრატეგიული მენეჯმენტის ძირითადი მიმართულება. როგორიც არის პროცესის რაღაცა გარემოს ანალიზი, შიდა გარემოს ანალიზი, იმის გააზრება, რამდენად რეალისტურია თორემ რა გვინდა ამისთვის კვალიფიკაცია, ჩემი უმცროსი შვილი, რომელიც 10 წლისაა და თავის მასთან, ასე ვთქვათ, უფროს ვაჟთან ერთად წუთში ჩამოაყალიბებენ ამ სურვილთა წყებას, მაგრამ რეალისტურია ამითი ამგვარი სტრატეგიული კონცეფციით გაიტანს ოპოზიცია თავს. გასაგებია, რომ ხელისუფლება არის რაღაცა ლეგიტიმაციის მიღმა. კიდევ ერთხელ ხავს ვამბობ, ეს არ არის აღიარებული დელეგიტიმირებულ ხელისუფლებად, არამედ არის აი ამ პროცესის მიღმა. ისაც ლეგიტიმურად არის აღიარებული, არც არალეგიტიმურად საერთაშორისო საზოგადოების მიერ. დიასაკითხია, მაგრამ თქვათ ევროპული საზოგადოება
პრეზიდენტს ზურაბიშვილს აღიარებს ლეგიტიმური სტატუსის მატარებლად, მაგრამ აქეთ ქართულ ოცნებას ყავს, ასე თქვათ, სხვა ტიპის ქვეყნები, არაბეთი, ირანი, ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ასე შემდეგ, რომლებიც მას ანიჭებენ ლეგიტიმაციას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ოფიციალურად ანუ მარტო არ არის დარჩენილი ოცნება, ხო, როგორც ამას წარმოგვიდგენს ოპოზიცია დაუშვათ ან სამოქალაქო სექტორი. რანაირადაა მარტო, უბრალოდ ეს ის მოკავშირეები არ არიან, ვიზედაც ამდენი 10 წლეული და 100 წლეულით საქართველოში თაობები ეწირებოდა იმ არჩევანის სივრცესაც სამოკავშირეო ნაწილი არ არის, თორემ ქართული ოცნება მარტო არანაირად არ არის. პირიქით, ის საკმაოდ საფრთხილო, ავტორიტარულ, ტოტალიტარულ ხელისუფლებებთან ერთად ვლინდება, მათგან იღებს ჩანაცვლებას. ჩვენ ხომ ხედავთ კაფიოდა, რომ ევროპული კავშირის, ევროკავშირის ჩანაცვლების პროცესი ხდება ახლა და ეს არის აქცენტი აი ამ ქვეყნებზე, თურქეთზე, ირანზე, ჩინეთზე და ასე შემდეგ, რომლებიც წარმოადგენენ ავტორიტარულ, ტოტალიტარულ სახელმწიფოებს და ამითი უნდა ჩანაცვლეს. ანუ ის რაღაცა პოლიტიკურ, იდეოლოგიურ, ფინანსური, რელიგიური დოქტრინიზაციის კუთხით კიდევ საყრდენები და მთელი რიგი საყრდენები ქართულ ოცნებას გააჩნია ოღონდ ჩანაცვლების პრინციპით. ევროპის კავშირშიც მათ შორის იქ ორი სახელმწიფოა, რომელიც რაღაც ქართული ოცნების შინაარსზე ეხმიანება, როგორც არის სლოვაკეთი და უნგრეთი, იქ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია არის იმ შეტყობინებათა სისტემის, რომელიც ქართულ ოცნებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე იმ ყველაფერთან, რაც აქამდე ვიცოდით. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე საუბრობთ, არჩილ, და ამ ფონზე ძალიან საინტერესოა, როგორ ხედავთ საპროტესტო აქციების ბედს და ამ აქტივობაში რამდენად ხედავთ ოპოზიციის როლს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული არჩევანის მხარდამჭერი აქციები საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო, ამას ქართული ოცნების არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკას გავლენა არ მოუხდენია, ხო, ყველა ერთად ხედავთ. უფრო მეტიც კომპრომისების ნაცვლად ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ ფაქტობრივად თუ როგორ ამკაცრებს ის კანონებს, რეგულაციებს, რათა მოწინააღმდეგეები დასაჯოს და თვითონ გაიმყაროს პოზიციები. Rodemde ეყოფა ეს რესურსი ოცნებას, რომ დარჩეს ხელისუფლებაში და არის თუ არა ეს ერთგვარი დროის გაყვანის მცდელობა, თუნდაც ეს მოთხოვნების მიმართ ასეთ დამოკიდებულება, რომელიც საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილს აქვს, ხომ ხელისუფლების მიმართ, ეს სიყრუე არის თუ არა დროის გაყვანის მცდელობა, თუ რა შეიძლება მივაწეროთ მაშინ? ქართული ოცნება ძალაუფლებაში არის სავსებით მყარად. მე არ ვიცი რის საფუძველზე არის ვარაუდები, რომ ქართული ოცნება რაღაცა გადაგორების რეჟიმშია და არიქა ჩამოეშალა ძალაუფლება, არანაირად. ვერც ერთი ინსტიტუციური წინააღმდეგობა ვერ მოხერხდა ხელისუფლების წინააღმდეგ. თავიდან ბოლომდე ყველა ტიპის უწყებას ქართული ოცნება ფლობს თავიდან ბოლომდე. ყველა ტიპის საგარეო როგორც წეგან ვილაპარაკეთ, ჩანაცვლება ხდება, ამიტომ ეს საყრდენი კედლები სამწუხაროდ ჩვენი ართვის აბსოლუტურად არასასურველი, ასე ვთქვათ, ავტორიტარული მოდელების მიმართულებით ხდება, მაგრამ ეს გააჩნია. რაც შეეხება პროტესტს, აი როგორ გითხრათ, ჩანგალი და კოვზი სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, როდესაც ადამიანი სადიოობს. ჩანგალი კოვზის ფუნქციას ვერ ასრულებს, კოვზი დანის ფუნქციას და ასე შემდეგ. ამიტომ პროტესტს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია, მაგრამ ის ვერ ჩაანაცვლებს იმ ინსტრუმენტებს, რომელიც საჭირო არის, როდესაც ებრძვი ამდგვარად ძლიერ ძალაუფლებას და ავტორიტარიზმს და დამკვიდრებად ტოტალიტარიზმს. ამიტომ, როდესაც ოპოზიცია იმის იმედზეა, რომ ანგარეთ არა სანქციებს დაადგებენ ხელისუფლებას, პროტესტი როგორ იქნება, ეგ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ამოვარდნილად განიხილავს თავის თავს. ოპოზიციური და პოლიტიკური დისკურსის და პოლიტიკური კონვერტაციის გარეშე ვერც ერთი სანქცია და ვერანაირი შიდა პროტესტი თუ კი ის მშვიდობიანია, ვერანაირ შედეგს ვერ უზრუნველყოფს. მაშინ არის საჭირო თეორიულად რომ ვთქვათ, არა მშვიდობიანი პროტესტი, არამედ პირდაპირ სამოქალაქო თუ
აჯანყებითი ომი, ასე ვთქვათ, და მე არ მიმაჩნია რომ ეს ამ ქვეყნისათვის სასურველია, მაგრამ როგორც ინსტრუმენტს ვლაპარაკობ თეორიულ ჩარჩოში, ან მაშინ უნდა იყოს ხალხთა მასა, რომელიც მიდის პირდაპირ იერიშზე, მაგრამ ის არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში მშვიდობიანი, მაგრამ თუ ის მშვიდობიანი არის და პროტესტი მშვიდობიანი არის, გარე სანქციებს შიდა პროტესტს აუცილებლად ჭირდება პოლიტიკური კონვერტაცია, რომელშიც აუცილებელი ხდება ოპოზიციური სუბიექტების ფაქტორი და ჩვენთან ოპოზიციურ სუბიექტებს აბსოლუტურად ამდენი თვის განმავლობაში არ მიუღიათ რაღაცა დამატებითი საიმიჯო ბენეფიტი. არანაირი წარმატება არ მიაღწიეს საამომრჩევლო დონეზე. არ ვიცი, ახალი კვლევები მე მგონი ჯერ არ ჩატარებულა და ნუ იმ კვლევების რეალისტურობაც როგორი იქნება, რო ჩატარდება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ აი ზოგადი შეხედულებით, ზოგადი ტენდენციით, იმის მიხედვით, ვის ეთქმის სიტყვამ საპროტესტო ნაკადთან, რომელ ოპოზიციურ სუბიექტებს აქვთ საკმარისი რეპუტაცია, რწმენა, ნუ რა გითხრათ, ლაშა, ოპოზიციურმა პარტიებმა ამდენი ხნის განმავლობაში ის ვერ მოახერხეს ჩვენებინათ, რომ მათ ომი არ სურთ. მე და შე რაც ვიცით მარტივად 40 წლის, 35-30 წლის ოპოზიციონერი იმას რო ვერ დაამტკიცებს, რომ მე ომი არ მინდა, იმიტომ რომ ის უმარტივეს დასამტკიცებელია. ბოლოს და ბოლოს ომი რო დაიწყო საქართველოში, მასტაცებენ ხელს და ისწავლა ფრონტის ხაზზე და ის მოხდება ერთ-ერთი პირველი. ანუ ეგოისტური თვალსაზრისითაც კი ოპოზიციის არც-ერთ წევრს არ შეიძლება უნდადეს ომი, მაგრამ ამასაც ვერ ამტკიცებენ, ეს არის ფაქტი, რომ ეგრეთ წოდებული მე რამეს ვერ ამტკიცებს, არჩილ ვერ ამტკიცებს ოპოზიცია და სწორედ ეს ჩემი რაღაც კრიტიკული დამოკიდებულება ამ კუთხით არა მარტო დღევანდელ ეთერში, წინა საარჩევნო პერიოდში ძალიან ხშირად მათ ეგონათ რომ რაღაცა კრიჭაში ვედექი ვიღაცებს, მაგრამ კრიჭაში კი არ ვედექი, მე მინდოდა რომ თვითონ გამოფხიზლებული იყვნენ წინა საარჩევნო პერიოდში მაინც. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მიუხედავად დაპირებისა, აქვე უნდა ითქვას, რომ ამომრჩევლის ხმების დაცვაც ვერ მოახერხეს, ხო? მას შემდეგ რაც მათ თქვეს, რომ ხელისუფლებამ ხმები მოჰპარა საპარლამენტო არჩევნებში, ვერ მოახერხეს მხარდამჭერთა საპროტესტო გამოსვლების ორგანიზება სერიოზული, რაც ანგარიშგასაწევი შეიძლება ყოფილიყო ხელისუფლებისთვის, ხო? გეჭრებით და მანდაც არაადეკვატურები იყვნენ, იმიტომ რომ მანდაც სულ ვლაპარაკობდი, მაგრამ რა ვიცი, ხა ჩვენერებს აზრი დიდად ოპოზიციისთვის საინტერესო თუ სასურველი არ არის ხოლმე. პირველი, სულ ამოდი, აქაც ტექნიკურ დონეზე ნუ აკეთებს არჩევნების გაყალბება უკვე საუკუნეა, მე მგონი აღარ ხდება არჩევნების დღეს. არჩევნების დღე უბრალოდ ფორმდება. ოპოზიციას ჰქონდა აქცენტები არჩევნების დღეზე. ამიტომ ამის ტექნიკური დადასტურება, გაყალბების სხვა არის ზუსტადაც ეს პროპაგანდა, ეს ზემოქმედება დაინტერესების პოვნა მოქალაქეებში, ან ზეწოლების ფორმაც კი შეიცვალა. ანუ პირდაპირ ზეწოლებიც აღარ არის, მაგალითად ვიღაცას თავისი თეშინია რომ სამსახურს დაკარგავს. ყველანაირი პირდაპირი მუქარის გარეშე. ამიტომაც ის თავისთავად არის ძალაუფლების, ასე ვთქვათ, გავლენის ქვეშ. ვიღაცას რაღაცა გაუკეთეს რეგიონებს საერთოდ არ იცნობენ ოპოზიციური სუბიექტები, არანაირი გააზრება არ ხდება. მე ნახევრად რეგიონში ვცხოვრობ ხოლმე და აბსოლუტურად ვერ იგებენ, ანუ ჩემთვისაც კი უცხოები არიან ხოლმე ეს ოპოზიციური სუბიექტები, იმიტომ რომ აბსოლუტურად აი გაღმა არიანო, რო იტყვიან ბოდიში ამ ხერხულ გამოთქვაზე, იმ რეჟიმში გამოთქვამენ ხოლმე აზრებს. იმიტომ ამ პროცესში, როდესაც ვერაფერს ვერ ამტკიცებენ და ახალს რაღაცა რეპუტაციულს დადებით შედეგს ვერ იღებ, მაშინ რა პრინციპით, რა იმედით არიან, უბრალოდ ერთგვარი მაზოხისტური გართობის ფორმას იღებს ხოლმე ოპოზიციური ქცევები, იმიტომ რომ ამდენი თვის განმავლობაში წარმოედგინეთ ვერ აწიეს ვერანაირად საკუთარი რეპუტაცია, არადა ამ თვალსაზრისით უნიკალური 100-104 დღე ქონდა ოპოზიციას, უფრო მეტიც. უნიკალური დღეები, როდესაც მათ უნდა ეპოვნათ. სად ნახეთ, როცა ვხედავთ, რომ ეს ოპოზიციური სუბიექტები არ არის საკმარისი ამ მოცემულობით. სად ნახეთ, რომლის ხელმძღვანელობამ დაუთმო ადგილის ხვას. ასეთ პრეცედენტს ვერ ნახავთ. ერთი პარტია არ არის ასეთი. სად ნახეთ, რომ ამ პროტესტის დროს წინ წამოწეული საოცარი ადამიანები არანორმალურად უნიკალური რესურსები გამოჩნდა, ხო, ახალგაზრდების თუ ზოგადად ახალი სახეების თუნდაც დარებით ატაკიანების ამ პროტესტის პროცესში, რომ მათ დაიკავეს
პოლიტიკურ პარტიებში ელიტის ფუნქცია, ან გადაწყვეტილების მიღების ფუნქცია. ასეთ პრეცედენტს ვერ ვნახავთ. ამ ფორმით კი ტრადიციული ჩემითი, რა ქვია, ჩაკჩაკით ბოდიში ჟარგონზე როგორც მიდიან, კი ვხედავთ, რომ პროცესი არის ცალკე, მე ვიყენებ ხოლმე azt მაინც რომ პარალელური სუბსტანციებივით არის პროტესტი ცალკეა, სახელმწიფოს ცხოვრება ცალკეა, ხელისუფლების ძალაუფლება და ტოტალიტარიზმი ცალკეა და ოპოზიციური სექტორი საერთოდ ცალკეა, რამდენიმე შრიანი პროცესია. კი ბატონო, თუ დავაკვირდებით პროცესს და თუ დავაკვირდებით ამ ყველაფერს, მართლაც ასეა, დაახლოებით 2 წუთი გვაქვს დარჩენილი არჩილ. აუცილებლად უნდა გკითხო საგარეო მდგენელებზეც ტრამპის პოლიტიკის ფონზე სოფლიო ახალი პოლიტიკური რუკის შექმნაზე არის გადასული ფაქტობრივად და არც ევროპას და მით უმეტეს არც ამერიკას ამჯერად საქართველოს დღის წესრიგში აქტიურ დღის წესრიგში არ აქვს, ხო? როგორც მაგალითად ომში მყოფი უკრაინა მის დღის წესრიგში, ხო? ქართული ოცნება კი დროს იგებს ამასობაში, მით უმეტეს თუ კი გავითვალისწინებთ, რომ აღარ სანქციებმა იმუშავა ისე როგორც ამის მოლოდინი ოპოზიციას ჰქონდა. ან ჩვენ მქონდა, ხო? რა გეგმები შეიძლება შეიმუშაოს მაშინ ოპოზიციამ, როცა ვერ ახდენს ვერანაირ გავლენას სიტუაციაზე, იმისათვის რომ რიგ გარეშე არჩევნების მოთხოვნა ისევ იყოს აქტუალური მათი დღის წესრიგში და მეორე მხრივ ხელისუფლება ეუბნება, რომ რიგ გარეშე არჩევნები რა საჭიროა, თუ შენ რაიმე შანსი გაქვს მოგების, მოდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მოიგე ეს არჩევნები. აი ეს ორი მომენტი როგორ შეიძლება ავწონოთ ამ პოლიტიკურ სასწორზე, არ ვიცი როგორ შეიძლება სხვანაირად შედარება გავაკეთოთ. პირველ რიგში გლობალური პოლიტიკის საზომს როცა ვიღებთ, ის ხორციელდება თანამედროვე ეპოქაში ორი გზით, ან პირდაპირ ინტერვენციით, ან შიდა პოლიტიკის ხარჯზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოსთან მიმართებაში პირდაპირ ინტერვენცია არ არის, არის გარეგანი სტიმულები, აი სანქცირება იქნება, განცხადება იქნება, ვიღაცისთვის ხელით ჩამორთმევა თუ ვიღაცისთვის სადელზე უარის თქმა, ეს არის გარეგანი სტიმულები, მაგრამ არა ინტერვენცია. ამიტომაც ეს პროცესი ყოველთვის ჩვენთან მიმართებაში დღემდე ყოველ შემთხვევაში ხორციელდება შიდა პოლიტიკის ხარჯზე. ამიტომ ოპოზიცია, რომელიც მუდმივად მხოლოდ იმის იმედზეა ტრამპი რას იტყვის, ან ევროკავშირში ან სენატორები, ან ასე ვთქვათ, მეგობარიაც მიიღებენ თუ რატიფიკ სანქციები შეიძლება იყოს, მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არა უპირატესი, ვიდრე შიდა პოლიტიკის დონე. იმიტომ რომ ხშირად საგარეო ფაქტორი, კიდევ ერთხელ ხავსვამ, თუ არ არის ინტერვენციული, პირდაპირად ინტერვენციული ხასიათის, ამ შემთხვევაში დამოკიდებულია შიდა ტონალობაზე და მათ შორის პარტნიორების კუთხით. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ თავის დროზე 2003-ში ასეთ პარტნიორად ძალიან კარგად ხედავდნენ მიხეილ სააკაშვილს და პირდაპირ ინტერვენცია მაშინაც არ იყო, მაგრამ სტიმულები იყო პირდაპირ, ვიდრე აი ესეთი ზოგადი, ვიდრე დღეს გვაქვს. ბიზნეს ივანიშვილთან მიმართებაში ამერიკული პოლიტიკა ბევრად ლოიალური იყო, ახლა ჩვენთან სხვანაირად აცხადებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცი, ასე ვხედავ და ასე შემდეგ. ევროკავშირის ბევრად უფრო ნეგატიურად იყო განწყობილი, მაგრამ ამერიკელების მხარდაჭერა ჰქონდა და ისიც გამოხატული იყო სხვანაირად. იმიტომ რომ შიდა პოლიტიკის დონე აძლევდა საშუალებას ესეთი აქტიური სტიმული ქონოდა. დღეს პოლიტიკურ სუბიექტებს არანაირი სტიმული არ გააჩნიათ გარდა ზოგადი რაღაცა თეორიული დისკურსებისა, სულ რომ ჩვენთვის მოიცალოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მაშინ როდესაც ჩვენ შეიძლება ტრამპის პრეზიდენტობით ვთქვა ისე დამთავრდეს, რომ ჩვენთვის ხუთი ვერ იყოს, იმიტომ რომ ბევრად უფრო სხვა პრიორიტეტები გააჩნია. ამიტომაც ოპოზიციის ზედმეტი დაიმედება დოზის პოვნა თუ არ ვისწავლა ოპოზიციამ რა დოზით უნდა იყურებოდეს სახელმწიფოს მიღმა და რა დოზით უნდა იყურებოდეს სახელმწიფოს შიგნით, მაშინ დარჩება მცარიელი რიტორიკის დონეზე, იმიტომ რომ თუ ელოდებიან რომ პირდაპირ ინტერვენციას მოახერხებენ, ახლა ევროკავშირსაც თავისი დამატებითი პრობლემები აქვს, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც და ასე შემდეგ და ჩვენ ამ ყველაფერში მიღმა ვართ. ამ მიღმით ის აგებლობს საქართველოში ის, ვისაც მეტი ფინანსური და ძალაუფლებითი რესურსი გააჩნია. მადლობა არჩილ, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი არჩილ გამზარდია საუბრობდა ჩვენს ეთერში და აფასებდა ერთი მხრივ ქართულ პოლიტიკაში არსებულ ვითარებას და მეორე მხრივ ოპოზიციის შანსებს.
რა თქმა უნდა, ჩემი სოლიდარობა კიდევ ერთხელ და თავისუფლება მზია ამ აღლობელს. მთავარი აჯარაში კი ამით დასრულებულია დღეს. ერთმანეთს ყავს სამშაბათს, ისევ 21 საათზე შევხვდებით. მე სწორედ ამ დრომდე გემშვიდობებით. დროებით.